მოგესალმებით, დაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა. რისი აღიარება უჭირს პარტნიორს, ხო? რაღაცა არის. რასაც ვერ აღიარებს უბრალოდ თქვენთან და ნახოთ რისი აღიარება უჭირს. ნახოთ ჯერ რა ურთიერთობა არის, ვინ მოვიდა უბრალოდ. რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა, სიგნიფიკაცია, რამდენად ემთხვევა თქვენს სიტუაციას და შემდეგ ნახოთ. ეს არის ესე ვიტყოდი აქტიური ურთიერთობა, მაგრამ აქტიური ურთიერთობა, რომელიც გაჩერდა ერთ ადგილას, რაღაცნაირად აღარ ვითარდება, აღარ მიდის წინ, მაგრამ ურთიერთობას ნამდვილად არ კარგავთ, ხო? ანუ კვლავ აგრძელებთ, კვლავ აქვს ადამიანს ემოცია თქვენს მიმართ, კვლავ რაღაცა ესეთი ურთიერთობა, რომელიც შეხვედრებით შემოიფარგლება, SMS-ებით შემოიფარგლება, უბრალოდ როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან ცვლის რაღაცა ინფორმაციას, ესე ვთქვათ. მაგრამ აი რაღაცა მივიდა, ვთქვათ, სიყვარულის სტადიამდე, მივიდა რაღაცა ცოტა ისეთი ურთიერთობამდე, მაგრამ იმის იქეთ რეალური ნაბიჯები ადამიანის არ არის, ხო? ნუ შეიძლება უკვე რაღაცა საკმაოდ შეიძლება ერთი წელიც ახართ ერთად და ნუ რაღაცა ისევ ფორმას არ აძლევს, ხო, ადამიანი ურთიერთობას. აი ესეთი ურთიერთობა არის აქ მოსული. კარგით, ნახოთ აბა რისი აღიარება უჭირს. რისი აღიარება უჭირს. მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს შეიძლება უჭირდეს აღიარება იმის, რომ ასე ბოლომდე ვერ გიცნობთ, ბოლომდე არ იცის თქვენი შესაძლებლობები, თქვენი ხასიათი, თქვენთან ურთიერთობა როგორი შეიძლება განვითარდეს, ანუ კი დღეს ძალიან თვილი ხართ, კარგი ხართ, მაგრამ არ იცის ხვალ როგორ შეიძლება ვთქვათ მოიქცეთ, ხო? თითქოს ადამიანი ამბობს იმას, რომ ჯერ კიდე სჭირდება შეცნობა თქვენი და ურთიერთობის გაგება, ჯერ კიდევ სჭირდება რაღაც ისეთი აქტიურობა, შეხვედრები, რაღაცა საუბრები სხვადასხვა თემაზე. და მეორე მხრივ ეს ადამიანი კიდე რას ვერ აღიარებს თქვენთან. ეს არის სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია ადამიანს კონდეს გეგმაში ცვლილებები. მე ესე ვიტყოდი, რომ რაღაცა შეიძლება ითქვას სამსახურებრივი ცვლილება, როდესაც ადამიანი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადის, არა უბრალოდ სამსახურს იცვლის, არამედ შესაძლებელია, რომ ქვეყანასაც იცვლიდეს, ხო? ადამიანი ვერ გეუბნებათ იმას, რომ ჯერჯერობით არ არის მზად ურთიერთობისთვის, ანუ სერიოზული ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ მას ჯერ კიდევ, ესე ვთქვათ, სჭირდება ჯერ ელემენტარულად თქვენთან ურთიერთობა, რომ კიდევ უფრო კარგად გაგიცნოთ. მეორე ის მომენტი, რომ ადამიანი გეგმავს და ფიქრობს, რომ შესაძლებელია წავიდეს საერთოდ ქვეყნიდან და რაღაცა კურსი შეიცვალოს, ხო? რაღაცნაირად სჭირდებოდეს მის საქმიანობას, ხო? ადამიანი ამბობს იმას, რომ მას მოსწონს იყოს სტაბილურ სიტუაციაში, რაღაცა ზედმეტად არ შეხვიდეთ მის სივრცეში. ადამიანი ვერ გეუბნებათ შეიძლება იმასაც, რომ ასე თქვენ ინტერესდებით ამ ადამიანის ყველა დეტალით, სად არის, როგორ არის, რანაირად არის, ადამიანს უბრალოდ ვთქვათ, სჭირდება თავისუფლება, ხო? ანუ რაც ნაკლებად შეიკითხებით მის ცხოვრებაზე, მით უფრო მარტივი იქნება ამ ადამიანისთვის ყველაფრის გაკეთება, მე მგონი ესე ვთქვათ. ეს ვერ გეუბნება. ხო, ანუ ნახეთ, ადამიანი არის სრულ ტრანსფორმაციის მდგომარეობაში, ანუ ადამიანი თავისი ცხოვრების გადავლაგების და გადაფასების სიტუაციაში არის და ვერ გეუბნებათ იმას, რომ ჯერ არ არის მისთვის პრიორიტეტი, ვთქვათ, ოჯახი, არ არის მისთვის პრიორიტეტი რაღაცა
ასეთი უფრო მკაფიო და რაღაცა ისეთი პასუხისმგებლიანი ურთიერთობა, ხო? ადამიანს აქვს ისეთი მომენტები, როდესაც ნახეთ როგორი მომენტია, ის ძალიან ბევრს ფიქრობს თავის ცხოვრებაზე. კი, შეიძლება თქვენთან ძალიან კარგად არის, ძალიან ემოციურად არის, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის მარტო ყოფნა, მისთვის ნაკლები პასუხისმგებლობები, მისთვის ნაკლები სიტუაციები უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანისთვის ძალიან რთულია მარტივად შეცვალოს თავისი მდგომარეობა, ხო? ყველა ადამიანი ინდივიდია, ხო? ესე ვთქვათ, ვიღაცა შეუძლია რომ უცბად მიიღოს გადაწყვეტილება და უცბად შეცვალოს თავის ცხოვრება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ესე უცბად მიიღონ გადაწყვეტილება და შეცვალონ, ამიტომ ამ ადამიანს ძალიან სჭირდება სივრცე. თუმცა მე ესე გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ პერსპექტივა, თუ კი თქვენ ამ ურთიერთობას რაღაცნაირად მისცემთ საშუალებას, რომ თავისუფალი იყოს, ხვდებით, ნაკლები ვალდებულებები ურთიერთობაში და ურთიერთობა იქნება ჩვეულებრივად უბრალოდ ადამიანისთვის ხო, ადამიანისთვის რაღაცა ემოციის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს, იმის თქმა, რომ ვთქვათ, უყარხართ ან მოსწონხართ ან სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, ესეც არ იქნება პრობლემა, თქვენთან ერთად გასეირნება, მიმოწერა, სადილობა თუ აღშმობა არც ეს არ იქნება პრობლემა, მაგრამ ადამიანს უნდა რომ ნახეთ როგორი მომენტი რა ინფორმაციაც მოგადვით, იმ ინფორმაციას დაჯერდეთ, ხო? რასაც ის ადამიანი გეტყვით, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ თქვათ, თქვენ დაკმაყოფილდეთ, ხო? აღარ ჩაეძიოთ მის რაღაცა დეტალებს. აქ კიდევ შესაძლებელია, რომ იყოს ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანს ვერ გეუბნებათ იმას, რომ თქვათ, ოჯახური პრობლემები აქვს, თქვათ, მატერიალური დამოკიდებულია შეიძლება სხვაზე, სხვაზე არ არის დამოკიდებული, მასზეა ვიღაც დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში ადამიანთან რაღაცა ისეთი სიტუაცია არის ოჯახური, რომელიც ძალიან რთულია და ხვდება, რომ ამასაც ვერ გეუბნებათ, იმიტომ რომ შეიძლება ეს რაღაცა თქვენთვის ძალიან ისეთი როგორ ვთქვათ, წარმოუდგენელი იყოს, ხო? რაღაცა ვთქვათ, სახლში მშობლების გამო ან ვთქვათ, თუნდაც დის ან ძმის გამო რატო შეიძლება რაღაცა შეიცვალოს, ხო, ურთიერთობაში, რატო არ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა, იმიტომ რომ ამ ადამიანს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, შეიძლება ითქვას და შესაბამისად ეს პასუხისმგებლობები ბოლომდე უნდა მიიყვანოს, ხო? ესე მარტივი არ არის. თუმცა კიდე არის ამ ადამიანში რაღაც ისეთი დაფარული სიტუაციები, როდესაც ადამიანი ასე ვთქვათ, ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, ხვდებით, თქვენ მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ეს ადამიანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ იცოდნენ, რას წარმოადგენს და ვინ არის საერთოდ, აბსოლუტურად სხვა რაკურსით ანახებს ყველაფერს, იმას ანახებს ყველას, რაც მას სჭირდება, თქვათ, მისთვის რაღაცა მარტივად მოსაცემი ინფორმაცია არის, მაგრამ იმის იქეთ ძალიან ჩაკეტილი და ძალიან გულჩათხრობილი ადამიანია, სხვათა შორის ესე შემიძლია გითხრათ. ასე რომ თუ ამ ადამიანს არ ჩაეძიებთ ძალიან მკაფიოდ, შესაძლებელია ურთიერთობა გაგრძელდეს. სად მივა ბოლოს და როგორ იქნება, ეს უკვე სხვა მომენტია. თუმცა თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის რაღაცა ღირებულია, შეგიძლიათ უბრალოდ მიენდოთ სამყაროს და მიენდოთ დროს, რასაც წაიყვანს და როგორ განვითარდება. მოკლედ ესეთი გამოვიდა, მე ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს და დროებით დაგემშვიდობებით.